ასაკის მატება გაშინებთ? ფიქრობთ ამაზე თუ არა? არა, იმდენად კი არ მაშინებს, მე ერთხელ უკვე მოვკვდი. რას ნიშნავს ეს? როგორ და ფიზიკურად მოვკვდი და გამოცოცხლეს, ნუ. კლინიკური კაც ხო, კლინიკურ. მაგრამ მინდა გითხრა, რომ იქ ძალიან კარგი იყო. იქ უფრო 64-ია თუ აქ უფრო 64-ია? იქ. იქ ხო? ხო. ჯერეთი დაფრინა. მე განსაკუთრებულად ზუსტად გრძნობ ყველაფერს და ხედავ მშობლებს. ურთიერთობა გაქვს მშობლებთან და ეხლა რატო იქნება ეს ცუდი გამაგება? რა თქმა უნდა. აი როცა აქ მოხვედით გრძნობაზე და გამოგაფხიზლეს. ცოტა არ მოგეწონათ რომ ამ რეალობაში დაბრუნდით? თუ რა შეგრძნება გქონდათ? არა, იქ ისეთი შედახილები მაქვს და ნემსების რაოდენობა მერე. თათული შეგიყვარდა თავიდან. ამ პერიოდში, როდესაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეთ, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, ხო? იმდენად ზრუნავდა და იმდენად ჩემთვის. თათული არის სხვა ადამიანი. რას ვამბობ ეხლა? იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეუღლეა და ეხლა ვუქავ რაღაცას და არც სიყვარულის გამო, ნამდვილად ასეა. სხვათი იცი რა არის? ურთიერთობაში იმდენი რამე აკეთა ჩემთვის. წარმოუდგენელია. მშობლის გარდა არ გააკეთებს არავინ.